თუ გინდა რომ ძლიერი ძვლები გქონდეს, ამ ვიდეოს ბოლომდე უყურე. ძვლის სიმკვრივე არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით რაც ასაკი გვემატება. ამ ვიდეოში კი გაგიზიარებ სამ რჩევას, რომლებიც ძვლების გაძლიერებასა და მათ გამკრუებაში დაგეხმარება. პირველი, აუცილებლად უნდა ივარჯიშო. ბევრს გონია რომ ძვლები ქვასავით უსულო ქსოვილისგან შედგება, მაგრამ რეალურად ძვალი ისეთივე ცოცხალია და ისევე რეაგირებს და ადაპტირდება გარემოსთან, როგორც მაგალითად კუნთები. შესაბამისად, თუ ძვლებს არ მისცემ გაძლიერების მიზეზს, ისინი დროდადრო დასუსტდებიან და გამოიფიტებიან. გაძლიერებელი მიზეზის მიცემა კი მხოლოდ რეგულარული ვარჯიშითაა შესაძლებელი. თუმცა ყველა ტიპის ფიზიკური აქტივობა თანაბრად ეფექტური არაა და კონკრეტულად ძვლის სიმკვრივის გასაზრდელად გამოსარჩევია ორი სახეობა. შედარებით მძიმე წონებით შესრულებული ძალისმიერი ვარჯიშები, როგორიცაა დედლიფტი, ჩაჯდომა, ბენჩპრესი, ტურნიკზე აზიდვა და ასე შემდეგ, და ასევე მაღალი იმპაქტის მქონე ვარჯიშები, მაგალითად აღტომები, ჩამოხტომები, სპრინტები, ბოქსის ტომარაზე ვარჯიში და ასე შემდეგ. რაც აკვირველია, ეს ვარჯიშები უნდა იყოს ინდივიდუალზე მორგებული, შესრულდეს სწორი ტექნიკით და აუცილებლად უნდა შეარჩიოს სწორი რაოდენობის დატვირთვა, რომელსაც ნელ-ნელა გაზრდი. მეორე, მიიღე საკმარისი ცილები, D ვიტამინი, K ვიტამინი, კალციუმი და მაგნეზიუმი. ცილები და კალციუმი ძვლის საშენი მასალაა. მაგნეზიუმი ააქტიურებს D ვიტამინს, რომელიც შემდეგ ზრდის ნაწლავებში კალციუმის შეწოვას, ხოლო K ვიტამინი ხელს უწყობს ძვლებში კალციუმის შეტანას და ამავდროულად იცავს მისი არტერიებში დაგროვებისგან. მესამე, თავი აარიდე ისეთ ქმედებებს, რომლებიც ზრდიან ანთებას და ორგანიზმს ქრონიკული სტრესის ქვეშ აქცევენ. ესენია ექსტრემალური დიეტები, მოწევა, ალკოჰოლის დალევა და უძილობა. ბოლოს ამი ალბათ ისედაც ყველას ესმის, რომ მავნებელია, მაგრამ კაცრი დიეტა ჯერ ხომ მთლიან სხეულზე მოქმედებს ნეგატიურად და თან ძვლებისთვისაც ცუდია, რადგან დიეტები პირველ რიგში არ გაძლევს საშუალებას, რომ მანამდე აღნიშნული ნივთიერებები მიიღოს საკმარისი რაოდენობით და მეორე, გაგდებს უაზროდ დიდ კალორიულ დეფიციტში. კი ამ დროს წონა სასწორზე მალე მცირდება, მაგრამ ეგ დაკლებული წონა ცხიმთან ერთად მოიცავს კუნთებს, ძვლებს და სხვა შემაერთებელ ქსოვილებსაც, რომელთა დაკარგვაც კარგი საერთოდ არაა. ასე რომ თუ წონის დაკლება გინდა და გსურთ ძვლებიც ძლიერი გქონდეს, უაზროდ შემზღუდვალ დიეტებსა და ძალიან სწრაფ კლებას ნუ მიმართავ.